ეს არის ჩვენი ლუსი იმ დროს, როცა ის ჩემს შვილს აჩუქეს და ასე გამოიყურება ლუსი 3 წლის შემდეგ. ძალიან ბევრი რამ გამოიარა და აი ნახეთ ცხოვრობს ჩვენთან, მე და ჩემს მეუღლესთან, რადგან ჩემმა შვილმა ბეანში გადასვლისას ბინა ვერ იპოვა, სადაც კატის ყოლის უფლებას მისცემდნენ. აი ჩემს მეუღლეს უწევს ფეხებთან, ძალიან უყვარს ჩვენთან სიახლოვე და ისე კი ძალიან დამოუკიდებელი ფისო არის და თვითონ უყვარს გადაწყვიტოს რას გააკეთებს, როგორც ყველა კატებმა. უყვარს მზე, განსაკუთრებით ცივ პერიოდში და აი ნახეთ ყველგან მისი ძილის პოზები, რომლებიც ძალიან საყვარელია და ეხლა აი ასე რომ გიყურებს თან მისი მზერით უკვე მივხვდები რომ მას შენგან რაღაცა უნდა. რაღაცა ესეთი ღილაკა თვალები აქვს. არ უყვარს ლუსის ჩემოდნები, რადგან იცის რომ მას სადღაც წაიყვანენ და ეტყობა კატებს არ უყვართ ადგილის შეცვლა. ეს როცა ჩემი შვილი სტუდენტი იყო, ლუსი მაშინდელ ვენის ბინაში, აი ასეთი მზერით, ასეთი საყვარელი, ასევე უმწეო გაზარდა ჩემმა შვილმა. ჩემი აზრით ადრე მოაცილეს დედას, რადგან მას აკლია ის თვისებები, რომლებიც უნდა კატას კონდეს, როცა ის თავის ნატურალურ მისთვის ბუნებრივ გარემოში იზრდება. ლამაზი საყვარელი ფისო დადგალოსი, ეს კი მისი პატარაობის ფოტოების და ვიდეოებია. ასეთი ცელქი ახლა აღარ არის, მაშინ კი სულ მოძრაობაში იყო. ნახეთ. ჩემს შვილს კორონას დრო ამ პატარა საყვარელმა არსებამ გადაატანინა, იმიტომ რომ სახლში მარტო გაყოფნა არ უყვარს და ლუსისთან ერთად ის არასდროს მარტო არ იყო. თამაშობს ერთობა თავისთვის. ფისოების სახლში ყოლა ძალიან დიდი სიხარულია და რასაკვირველია, დიდი პასუხისმგებლობაც არის, დასაწყისში განსაკუთრებით და მერეც სჭირდებათ, რომ ხანდახან გავეთამაშოთ. და ეხლა ნახეთ. ვარჯიში და რაც მას ახასიათებს, ნახეთ, სემინარს უყურებს ჩემი შვილი და ლუსიც დიდი ყურადღებით უსმენს და ძალიან ბევრი მედიტაციების გამოცდილება აქვს რაც ჩემთან არის მას შემდეგ. ცნობის მოყვარე. ეს პატარა რილი მქონდა გაკეთებული და მივერთე ამ ვიდეოს. როგორ აკვირდება, რა ცნობის მოყვარეები არიან კატები და ხშირად ეს ცნობის მოყვარეობა საფრთხესაკენ მიჰყავს ამ ცნობის მოყვარეობას, იმიტომ რომ ტოვებენ სახლს, ისინი ხშირად არ ტოვებენ პატრონს, იკარგებიან, რადგან გზას ვეღარ პოულობენ. მათ ეს ინტერესი სამყაროს შეცნობისაკენ ეკაჩება. ვენაში ცხოვრობდა ლუსი, პატარა ბაღში კი ჰქონდა გასასვლელი, მაგრამ აი ჩემთან რასაკვირველია, უფრო დიდი ბაღი აქვს და ძალიან უყვარს ბაღში გასვლა. ლუსის გარეგნობაზე ამჩნევთ, რომ ის არის შოტლანდიური ფოლდის და ჩვეულებრივი კატის ნაჯვარია, შეიძლება ესე არ ემჩნევა. გერმანიაში აკრძალულია შოტლანდიური ფოლდის გამრავლება, რადგან ამ ჯიშს ბუნებიდან აქვს ძალიან სუსტი ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ის ძვლების და სახსრების პრობლემები აქვს და ამიტომაც როდესაც დაეტანჯება ამ პრობლემისაგან და რადგანაც ისეთი მედეგი არ არის, როგორც ჩვენი კატები აქაც და მანდაც, ამიტომ
აკრძალულია. გერმანიაში ამ კატეშჩის ვერ იყიდი და ასეც არის საჭირო. ეს ახლა ჩემს შვილს აჩუქეს და მგონი ესეც არალეგალური იყო და ამიტომაც ლუსის ჩვენ სტერილიზაცია გავუკეთეთ, ცოტა მოგვიანებით გამოვიდა ამ პანდემიის პერიოდების გამო. ძალიან ვიდარდე მაშინ, იმიტომ რომ ვერ იყო კარგად ეს ფისუნია და მთელი თვე მკურნალობდი წამლებით, რომლებიც დაუნიშნეს და მადლობა ღმერთს, რომ მოიხედა და აი ჩვენ ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს. ჯიუტი არის თავისებური ხასიათი აქვს, ინტროვერტია, აი ახლა აქ ვეძახი, მინდა რომ მოვიდეს, მაგრამ ხედავთ როგორ იყურება, ისე კი თვალს კი მიპაჭუნებს, მე ვცდილობ რომ მისი საზღვრები არ შევლახო და ძალიან რბილად ვექცევი ყოველთვის. თავარი არის რომ ძალიან ესეთი ახალი დანაყრებული არ გაუშვა ლუსი გარეთ, თორემ მე გამიჭირდება მისი მიყოლება. აი თუ შია საკმაოდ ნახე რომ გავახმაურები პარკს, აი ასე მორბის. და აქაც დიდი სიტუაცია. აი მიყვარს ლუსის ძილის პოზები. ვისაც ძილის პრობლემა აქვს, აი სახლში ფისოს ყოლა, მარტო შეხედვა გამშვიდებთ და სახლში შემოაქვს კმაყოფილ ფისოს სასწაული ენერგია ვერც წარმოვიდგენდი. მე ისე გავიზარდე რომ ცხოველებთან ურთიერთობა არ მქონია. ამავე დროს ძალიან აზრიანები არიან. ჩემი მეუღლე დასაწყისში ამბობდა რომ არ ვიცი ესო კარგი იდეა არისო თუ ლუსი რო ჩვენთან არისო, როდის წაიყვანსო. ყველგან ბეწვები იყო, ჩვენ მიჩვეულები არ ვიყავით ლუს ცხოველის სახლში ყოფნას და თითქოს გაიგო ლუსი. აი ამას ახლა ვამბობ აქედან ამ გადმოსახედიდან, რადგან მან დაიწყო ჩემი მეუღლე სახლში რომ მოვიდოდა, მიეგებებოდა, ფეხებზე მოეფერებოდა, ჩემთან არ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ ფისოს თამყვებოდი. ერთი პერიოდი ვეჭვიანობდი კიდეს ვხუმრობდი, რომ აი ნახე მეთქი, მე უკეთებ ყველაფერს და შენ გეფერება. და იცით, რამდენიმე თვეში ჩემს მეუღლეს ისე ასიამოვნა ამ თავისი ქცევით, რომ ჩემი მეუღლე ისევე ჩაბმულია ლუსის დავარცხნა გინდა, რომელიც არ უყვარს, ლუსის საჭმელის მიცემა გინდა, თამაში გინდა, როგორც მე. და მერე შეწყვიტა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ფისოებს აქვს თავიანთი სტრატეგია, თავიანთი აზრიანობა და მან ესმით რიგი რაღაცეები გრძნობენ სუმცირე და აი აქედან გამომდინარე ჩემი მეუღლე ასე მოთაფლა. ლილიკოსთან რო ვიყავი ბენში ბოლოს, მოვყევი აი ლუსის ამბები, მის მეგობრებთან ვიჭექი და მე რომ ლუსის ამბების მოყოლა დავამთავრე, გადახედეს ერთმანეს და ერთმა უთხრა, რომ შენი დედიკო ლუსის უკან აღარ გამოგატანსო. და ჩემმა შვილმა გადმომხედა, მე ვთხარი, არა დედიკო, გაგატან. ლუსიმ ძალიან მიყვარს, მაგრამ შენ უფრო მეტად მიყვარხარ. ხო, აი, ცოტა შიში შეეპარა, რომ ვაი თუ დედამ აღარ მომცეს ლუსი უკან, წარმოგიდგენიათ. ძალიან მიყვარს და რასაკვირველია, ძალიან ვერ წარმომედგენია ლუსისთან დაშორება მართალი ამ ეტაპზე, მაგრამ რასაკვირველია მივცემ, ოღონდ პირობა არის, რომ ლუსის შეუქმნან პირობები მარტო არ დატოვონ, ჩვენ რომ მივდივართ სადმე, აი წამოსული ვარ 2 კვირით საქართველოში, ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს პიროვნება, რომელთანაც ლუსი მთელი ავეჯით მიყვავს, ის იქაურობას უკვე იცნობს და არის ძალიან პრინცესულ მდგომარეობაში იქ. სხვანაირად ძალიან რთული არის, როცა ცხოველი გყავს და შენ მიდიხარ შვებულებაში, ეს უნდა თავიდანვე იფიქრო და გაითვალისწინო. და ვიტყოდი, რომ ჯანმრთელობის და ბუნების და თვითონ ძალიან ბევრი რამის გათვალისწინებით ჯობია რომ ყიდვის მაგივრად ჩვენ მივცეთ სახლში შევიფაროთ ფისოები, რომლებიც გარეთ არიან. გერმანიაში არ არიან გარეთ ფისოები. ყველაფერი რეგისტრირებულია, ყველაფერი აღრიცხულია.
აი ეხლა ამ პოსტს ლუსი აკეთებს, როცა რაღაცა უნდა. რაღაცას ელის ჩემგან და აი ვინ გაუძლებს ეხლა ლუსის თვალებს. ლუსი. ესეც სახალხო კადრები, მოკლედ, ბევრ ქვეყანაში ფისოები არიან თავისუფლად. მაგალითად, კვიპროსზე ძალიან ბევრი ვნახე. ყველგან თურქეთში ძალიან უყვართ. ჩვენთან არა აქვთ ისეთი ყოფა ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან კარგ გზაზე ვართ და პატარა ფისოებს კი, რომელთაც გადარჩენა გაუჭირდებათ, აი მათი აყვანა არა მარტო მადლი არის, არამედ ძალიან დიდ სიხარულს, დიდ სიკეთეს შემოიტანს ოჯახში. პრეტენზიულია ცოტა ჩვენი ფისო, ინტროვერტია, იშვიათად გამოხატავს ჩვენ და მის სიყვარულს და სითბოს. აი უნდა კარგად დააკვირდე რომ იგრძნო. თან განებივრებული არის. საერთოდ ეს ჯიში თავისებურია. აი გავს რაღაცით. ჩემი ლუსიც ესე ჯდება და ასე ვთქვათ, სახლში პატარა ლომუკა ყავს. თანდახან ვეთამაშები ხოლმე. ჩემი პასუხისმგებლობად მიმაჩნია, რომ ფისო იყოს კმაყოფილი, იყოს მოვლილი, თუმცა თავის თავს თვითონ უვლის. ძალიან უყვარს თავის მოვლა. და რაც მთავარია, მათთვის არის ეს უსაფრთხოების შეგრძნება პირველ ადგილზე. აი ხომ სძინავს ესე საკმარისია, მე გავინძრეს, ტელეფონი ავიღო, რომ გადაუხო, მაშინვე თვალებს გაახელს და გადაამოწმებს სიტუაციას. ნახეთ, აქაც როგორ სინავს, აი ასეთ პოზას იღებს, როცა ენდობა სამყაროს, როცა დარწმუნებული არის, რომ მას არაფერი დაემართება. რადგანაც შემინული არის მთელი ჩემი შიდა სახლის, შიდა ეზოსაკენ გამავალი სახლი, აი ასე ზამთარშიც აკვირდება. თუ არა, კარგი ამინდი არის, გარეთ არის, გვერდით ეზოში და იქაც სიცხეში უყვარს მიწაზე წოლა. თუ არა, თვლემს ცხოვრების ნახევარ დროს სულ მცირე ძილში ატარებენ და მე ერთი ფოტოც ვნახე სოციალურ ქსელში დაახლოებით ლუსის ასაკის ფისო, აი ასეთ მძინარე მდგომარეობაში და ეწერა. მომაკითხეთ რჩევებისათვის. 2 წელნახევრის ასაკში უკვე 2 მფარველი მყავს, რომლებიც ყველა სურვილს მისრულებენ და პირადი ფოტოგრაფი. და ეს ასეც არის ძალიან საინტერესო და ლამაზი გამოცდილება ყოფილა ცხოველის სახლში ყოლა და ასევე თუ ბავშვებია სახლში, ისინი სწავლობენ ცხოველის ზღვრების დაცვას, მისი ზღვრების პატივისცემას, პასუხისმგებლობის აღებას და ეს მათ პიროვნულ განვითარებაში ძალიან ეხმარებათ. ის კი არა, მე და ჩვენ ამ ასაკში ვსწავლობთ ბევრს აი ამ ურთიერთობიდან. ამბობენ, რომ კატები არიან კოსმიური არსებები, განსაკუთრებული თვისებებით, იცით რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად არის მათში. გააჩნია, აი ხანდახან არის ისეთი მომენტები, მზერა, იცით, ვფიქრობ, რომ ღმერთო ჩემო, რას ფიქრობს ეს ფისო, რა არის მისი შინაგანი სამყარო. ყველა კატის მფლობელი დამეთანხმება, რომ ისინი ამოუცნობი იდუმალი არსებები არიან, პარალელურად მათი ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნილებებისა. აი ნახეთ, რა არის ლუსის შინაგანი სამყარო, ძალიან საინტერესოა. გისურვებთ ყველას და რასაკვირველია, ფისოების მფლობელებს და ყველა კატებს უსაფრთხოების შეგრძნებას და ბევრ პოზიტივს ცხოვრებაში. ვისურვებ, რომ ჩვენ ცხოველები შევიყვაროთ და ჩვენი ენერგეტიკა გავაუმჯობესოთ. აი ეხლა ჩემი მეუღლე შემოხავს ლუსის სახლში, რადგან ჩიტები როცა ფრენას სწავლობენ, ყურადღებას ვაქცევთ, რომ ლუსიმ შემთხვევით ეს ფრენას რომ სწავლობს და დაკავშირებს, ეს ჩიტი არ დაიჭიროს და
არ ვიცი, შეიძლება არც არაფერი დაუშავოს, მაგრამ რავი, მაინც კატებს თავისი ინსტინქტი აქვთ, მონადირის ინსტინქტი აქვთ და აი ჩვენი უსაყვარლესი ეხლა აი აქ ზის და ზემოთ ჩიტი რომ ჭირჭიტებს იმის აკეთება. ასეთი ამინდის დროს ჩვენი ლუსი დაერთ ფეხს არ გაადგამს და არ დაისველებს, მას უყვარს მხოლოდ კარგი ამინდი. თოლში ძალიან ფრთხილი არის და აი ასე ზინავს, როცა მე იქვე ვზივარ. ჩემი იქ ყოფნა არის, როგორც მივხვდი, მისთვის უსაფრთხოების გარანტია. სხვანაირად ღრმა ძილის საშუალებას თავს არ მისცემს და მე ვფიქრობ, რომ კატებს იშვიათად სცინავთ ღრმად, აი ბუნებაში ყოველთვის უნდა დადარაჯებულები იყვნენ, რომ რაღაც მოხდება. მე როგორც კურდღელი. სხვათა შორის ბალახს ჭამს, რაც ძალიან მიკვირს, როგორც კი გამოუშვებ, მაშინვე ბალახს წიწკნის და აღდგომის მწვანეც რომ მქონდა, ისიც იმასაც მიირთმევდა დიდი სიამოვნებით. არ ვიცი ყველა ფისო არის ასე თუ ჩემი ლუსია განსაკუთრებული. ჩვენ აი პრობლემის გამო ამ თავისი შოტლანდიური ფოლდის წარმოშობის გამო დანამატებს ვაძლევთ და განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. ისევ ლუსის პატარაობის ფოტოები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.